მარიამ პატარიძე, აზატ ჩილაშავას ადვოკატი, ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. საღამო მშვიდობისა. დიდი მადლობა მარიამ გადაცემაში მონაწილეობისთვის. თავდაპირველად მინდა ვიკითხო შიმშილობასთან დაკავშირებით, რადგან უკვე გადაწყვეტილების შესახებ ცნობილია. შეგიძლიათ თუ არა გითხრათ, რომ ქალბატონი აზა შეწყვეტს ამ შიმშილობას და აღარ გააგრძელებს პროტესტის ასეთ ფორმას? მოგესალმებით. ქალბატონი აზა გათავისუფლდება 21 საათსა და 56 წუთზე და როგორც მან პირობა მოგვცა იმ წუთიდან გათავისუფლდება თუ არა ის დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრების რიცხვს და შეწყვეტს შიმშილობას. და როდესაც საუბრობ იმაზე, რომ ქალბატონი აზა დაუბრუნდება მის ყოველდღიურობას, ეს ნიშნავს იმასაც, რომ ის უბრუნდება პროტესტს, რაც როგორც ადვოკატებისთვის, ისე რიგითი მოქალაქეებისთვის არის ძალიან საყურადღებო და ნიშანდობლივი იქიდან გამომდინარე, რომ დღეს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისასაც გააკეთა მან განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის პროტესტიდან წასვლას არსად არაპირებს და ის კვლავ დაბრუნდება რუსთაველზე. აი როგორც ადვოკატი რა სიტყვით ამის შესახებ, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ გამოყენებულია ადმინისტრაციული პატიმრობა და აი ამ დრაკონული კანონების შედეგად მომდევნო ნაბიჯი შეიძლება იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ბრჭყალებში, რომელსაც დააკისრებს რეჟიმი ქალბატონ აზას. მას შემდეგ, რაც კანონიერ ძალაში შევა აღნიშნული დადგენილება, ანუ ჩვენ გავასაჩივრებთ მას სააპელაციო სასამართლოში და შემდგომ უკვე როდესაც აპელაცია მიიღებს შესაბამის დადგენილებას და კანონიერ ძალაში შევა, დღევანდელი გადაწყვეტილება ქალბატონი აზა შეითვლება ადმინისტრაციულ სახელდადებულ პირად და მერე უკვე სისხლის სამართლის მექანიზმი ჩაერთვება ის რეპრესიული ახალი საკანონმდებლო ცვლილებები და თქვენ იცით, რომ პრემიერ-მინისტრმა ვიდრე 17 ოქტომბრის საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედებოდა დაანონსა სისტემური და მეთოდური მიდგომები, ასევე ნულოვანი თანაგრძნობა პროტესტში ჩართული პირების მიმართ. და ალბათ ვერავის ყოველ შემთხვევაში მე ნამდვილად ვერ წარმომედგინა, რომ ერთ-ერთი პირველი სამიზნე აღმოჩნდებოდა აფხაზეთიდან დევნილი 71 წლის ქალი ქალბატონი აზა ჩილოჩავა, რომელიც გამუდმებით იმეორებდა იმას, რომ მას აქვს თავისი პროტესტი და თავისი პროტესტი მათ შორის უკავშირდება იმასაც, რომ როდესაც გუშინ ჩვენ მას ადვოკატები შევხვდით და ვესაუბრებოდით თუ როგორ გრძნობდა თავს, მან თქვა, რომ იზოლატორის ოთახი უფრო დიდი იყო, ვიდრე მისი საცხოვრებელი ბინა, სადაც ის დევნილობას ატარებს. ასე გაატარა ერთი ღამე ქალბატონმა აზამ შიმშილობაში და მას წყალიც არ მიუღია და ესეც სამწუხაროდ სხვა გზა სისტემამ არ დაუტოვა დევნილ ქალს, რომ აი ესეთი უკიდურესი ფორმები გამოეხატა პროტესტი. რამდენიმე წუთში სასამართლოს შენობიდან 21 საათსა და 56 წუთზე თავისუფლებენ ქალბატონ აზა ჩილოჩავას და დღეს სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი საუბრობდა იმაზე, რომ შესაძლოა მას მართლაც სამედიცინო მიზნებით ეკეთა პირბადე, მაგრამ რა ავალდებულებდა მას გზის სავალ ნაწილზე გადასვლას. ეს შეკითხვა ძალიან გულწრფელი მომეჩვენა სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან, იმიტომ რომ მათ არ ესმის რა შეიძლება იყოს ის, რამაც 71 წლის ქალი გადაიყვანოს გზაზე ყოველდღიურად და პირადად მე როგორც ერთ-ერთ რიგით მოქალაქეს ქალბატონი აზა შემჩნეული მყავდა მასშებზე, რომელიც ჩემში ტოვებდა იქიდან გამომდინარე, რომ სულ შავებში ჩაცმული იყო, მგლოვიარე ქალის თავისუფლებას და პირველი, როდესაც ვიკითხე თუ ვინ იყო ეს ადამიანი, მაშინ ერთ-ერთმა აქციაზე მყოფმა პირმა მითხრა, რომ როგორ არ ვიცოდი აქამდე მისი ისტორიის შესახებ, მისი უმძიმესი ტრავმების შესახებ, რომ მან საკუთარი ხელით მიწას მიაბარა ერთ-ერთი გარდაცვლილი ჯარისკაცი და საკუთარი სიცოცხლის ფასაც და ასე გავიგე ვინ იყო ქალბატონი აზა ჩილოჩავა და ეს ისტორია სხვათა შორის დღეს მოსამართლესაც მოვუყევი და
მართლა არც ვთხოვდი რომ გამოიყენებინა სიტყვიერი შენიშვნა, იმიტომაც რომ ხვალ მოსალოდნელი არის უკვე ქალბატონი აზას მიმართ სისხლის სამართლებრივი რეპრესიების განხორციელება. მე სიმართლე გითხრათ 23 ოქტომბერს, როდესაც იგივე მოსამართლემ განიხილა ქალბატონი აზას საქმე და სხვათა შორის ადვოკატებს მაშინ არ მოგვეცა შესაძლებლობა პროცესში ჩართულიყავით და სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატის მონაწილეობით წარიმართა სასამართლო პროცესი. ამ საქმეზე უკვე მიღებული ქონდა იგივე მოსამართლეს გადაწყვეტილება, სიტყვიერი შენიშვნა და იქიდან გამომდინარე, რომ ხა ძალიან სამართლებრივი ტერმინებით რომ არ ვისაუბრო, იქიდან გამომდინარე, რომ ეს დადგენილება 23 ოქტომბრის მე პირადად ჩავიბარე პარასკევს, რომ გამესაჩივრებინა დღეს, მაგალითად, იმიტომ რომ 10 დღე გვაქვს ჩვენ გასაჩივრებისთვის, კანონიერ ძალაში ჯერ კიდევ არ არის შესული. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობაც კი გულისხმობ 32 მუხლს, რომელიც ანიჭებს შესაძლებლობას მოსამართლეს რომ გამოიყენოს სიტყვიერი შენიშვნა, იძლეოდა იმის შანსს რომ მოსამართლეს კვლავ გამოეყენებინა. დიახ, აი ეს არის ამ შემთხვევაში ქალბატონი აზა არ იქნებოდა სახელდადებული, შესაბამისად ის მოსალოდნელი საფრთხე, რასაც ჩვენ ვფიქრობთ რომ თუ ხვალ გავა ქალბატონი აზა გზის სავალ ნაწილზე, მაშინ რა იქნება? ეს ძალიან საინტერესოა. დიახ, ეს საინტერესო დეტალია. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად ფორმალურ პროცესს სასამართლო დარბაზებში, ჯერ ერთი უსამართლო კანონი მიიღო პარტიამ, შემდეგ ამ კანონით ადამიანებს აპატიმრებენ, შემდეგ ამ კანონით ბრალდების მხარე მოდის სასამართლოში, მოსამართლე ამ კანონით უშვებს ადამიანს ციხეში. თითქოს აი წრე იკვრება იმგვარი რომ თითქოს მოსამართლეს შეუძლია თავი გაიმართლოს იმით რომ მას არ შეუძლია სხვა გადაწყვეტილების მიღება. აი თქვენ რა დეტალსაც ამბობთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეს შეუძლია ამ შემთხვევაში სხვა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ის ამას არ აკეთებს. ანუ აბსოლუტურად დაცლილია ჰუმანურობისგან სასამართლო მოსამართლე, რომელიც ამგვარ გადაწყვეტილებებს იღებს. და ეს სიმბოლური სანქცია ერთი დღის სახით, რომელიც აი რამდენიმე წუთში ამოიწურება, სწორედ ამას ემსახურებოდა, ეს იყო ქალბატონი აზას მიმართ გაცემული მორიგი დემონსტრაციული გაფრთხილება, რომ თუ ის არ გაჩერდება, სისტემა ნულოვანი თანაგრძნობის ფარგლებში არც მას არ დაინდობს. ეს იყო ზუსტად მიზანი, რის გამოც გუშინ ქალბატონი აზას მიმართ სამინისტრომ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. აქედან გამომდინარე, თქვენ ახსენეთ რეპრესიული კანონები, 17 ოქტომბერს არ დაწყებულა ამ რეპრესიული კანონის დამძიმება, დიდი ხანია, რაც უკვე მეოთხე წრეზე წავედით ბოლო ერთ წელიწადში და განმარტებით ბარათში პირდაპირ წერილია, წინა საკანონმდებლო ცვლილებებს არ ქონია შემაკავებელი ეფექტი და შემაკავებელი ეფექტი უნდა ჰქონდეს ყველა პროტესტში ჩართულ პირზე. ეს იყო დაპირება პრემიერ-მინისტრისა ამ პროტესტში ჩართული პირების მიმართ და დიახ, ქალბატონი აზას მიმართ გამოტანილი დადგენილება დღეს ერთდღიანი პატიმრობა არის დემონსტრაციული აქტი პროტესტში ჩართული ყველა ანუ მთავარია რომ გაამტყუნონ. ეს არის მიზანი. მთავარია და მარიამ მინდა კითხოთ უშუალოდ დაკავების ფორმებზე. ჩვენ ნახეთ წუხელ რამდენი ადამიანი აკავებდა ქალბატონ აზას. ეს დემონსტრაციაც სჭირდება, აი დემონსტრაციული ფაქტების დადებაც სჭირდება რეჟიმს იმისთვის, რომ სხვები დააშინოს, რომ არავის დაინდობს ამის თქმა სურს. ჩვენ ვნახეთ სხვათა შორის აი ეს დემონსტრაციული ძალადობა და საპოლიციო ძალებით მართვა არ ახალი არის, უფრო მეცაც გეტყვით არჩევნების შემდგომ, როდესაც და უფრო მეტად კი ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდგომ პირველი მეთოდი, პირველი სისტემური მეთოდი, რაც ხელისუფლებამ გამოიყენა, ეს იყო ძალადობით შიშის
და შიშის დათესვა და ხალხის დამორჩილება. მათი სამაგალითო დასჯა და ჩვენ არ ვიცი ყოველდღიურ რეჟიმში 10 დღის მანძილზე პირდაპირ ეთერებით ვუყურებდით ამ დემონსტრაციულ ბრუტალურ ზალადობას და ამაზე სახელმწიფოს პასუხი რა არის? ის რომ აი არ ვიცი, მოსაჩვენებლად, ფორმალურად ერთი სამართალდამცავით არ დაუსჭია იმ მსხვერპლებთან მიმართებით, რომლებიც სარგებლობენ თქვა დაზარალებული სტატუსით და საქმე ეხება, არ ვიცი, არასათანადო მოპყრობას და ხშირ შემთხვევაში არის ინციდენტები, რომელიც წამების კვალიფიკაციასაც კი აღწევს თავისი ინტენსივობით და დიახ, sapolicio ძალადობა, დემონსტრაციული sapolicio ძალებით მართვა არის ამ ხელისუფლების მეთოდურობა, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცი, ხელისუფლებას, რომელსაც აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, აი ამ მეთოდებით ცდილობს ერთი მხრივ ხალხის დამორჩილებას და მეორე მხრივ ხალხის დაშირნებას, რომ როგორღაც შეაჩეროს ის, რაც დღეს რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად ხდება. და თქვენ იცით, რომ ეს არის სრულიად უმტკივნეულო მაქსიმუმ 2 საათი და სხვათა შორის გუშინ მხოლოდ 9 საათით მიეცათ აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის შესაძლებლობა იმ გზაზე, რომელსაც აქვს არაერთი შემოვლითი გზა და არანაირ დაბრკოლებას მესამე პირების უფლებებში ჩარევისას ეს 2 საათიანი გზის გადაკეტვა არ ქმნის. და კიდევ ერთი რაზე ყურადღების გამახვილებაც ვსურდა, ფაქტია, რომ სახელმწიფოს აქვს ერთადერთი პასუხი პროტესტში ჩართული პირების მიმართ, რომ არ ვიცი, ტროტუარზე ერთი ნაბიჯი და გადასვა პატიმრობას უდრის, მაშინ, როდესაც სახალხო დამცველს მოუშველიებს 300-მდე მსხვერპლი აქვს მითითებული მის ანგარიში სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით და არც ერთ შემთხვევაში სახელმწიფოს მათთვის პასუხი არ გაუწია. და ძალიან მოკლედაც ვიტყვი იმას, რომ ჩემთვის როგორც არ ვიცი ადვოკატისთვის, რომელიც დაახლოებით 50-მდე საქმეში მონაწილეობთ, ჩვენი ორგანიზაცია გულისხმობ დაზარალებული საქმეებს და ამ საქმეებთან დაკავშირებით ჩვენ ვერაფერს ვეუბნებით დამაიმედებელს ამ ძალადობის მსხვერპლებს, იმიტომ რომ ეს ადამიანები ფაქტობრივად ღირსება აყრილები აი ასე მიატოვა სახელმწიფომ და მიატოვა იმგვარად, რომ ზოგიერთ შემთხვევაში აი ფორმალურად არც კი გამოკითხა. ეს არის ის რეალობა, რაშიც ჩვენ ყოველდღიურად ვართ და სისხლის სამართლებრივ სანქციას რო დავუბრუნდეთ, ალტერნატიულ სასჯელს მოქმედი კანონმდებლობა სისხლის სამართლებრივი წესით გარდა თავისუფლების აღკვეთისა ერთ წლამდე ვადით არ ითვალისწინებს და მართლა გულწრფელად მინდა ვინმე მოძებნოს სისხლის სამართლის კოდექსში სხვა ისეთი ნორმა, რომელიც ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს მხოლოდ და არ ითვალისწინებს ალტერნატიულ მარიამ, ძალიან დიდი მადლობა. უნდა დაგემშვიდობოთ, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ ალბათ იმ ორლარნახევარს დაუბრუნებენ ქალბატონ აზას, რომელიც დაულუქეს და ამას აკეთებს რეჟიმი, რომლის პრემიერ-მინისტრები და მინისტრები სახლებში, როგორც აღმოჩნდა, თავად ამბობენ ამას და გვეუბნებიან, ოქროს ზოდებს ინახავენ და მილიონებს, რომელიც ამოიღეს და გვაჩვენეს ტელევიზიით. და პატიმრობაში ერთი წუთითაც არ ყოფილან ეს ადამიანები. დიდი მადლობა მარიამ პატარიძეს, ის აზა ჩილაჩავას ადვოკატი.